ერთი წლის გახდა ეს ინიციატივა. დღის აღნიშნვის ინიციატორი არის ერთი ახალგაზრდა კანადელი გოგონა, რომელმაც აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ შაშამ დაახლოებით 7-10 ადამიანი გარდაიცვალა სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით იმის გამო, რომ იჩაგრებოდა და ძალადობას განიცდიდა სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე, რასაც ბულინგი ეწოდება და იმისით, რომ საზოგადოების ყურადღება მიექცია, გადაწყვიტა სიმბოლურად გამოეხატა ეს ინტერნეტ სივრცეში, მოუწოდა თავის თანამოაზრეებს ისფრათ, ანუ იასამნისფრათ გამოეხატა საკუთარი ფოტო, ან დაედოთ სიმბოლო. ეს ფერი არის სისხლის ანუ LGBT მოძრაობის დროშის ბოლოფერი და გამოხატავს სულისმხნეობას, სიმტკიცეს, სიმამაცეს. დღეს ამ კუთხით მომუშავე ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ასეთ ადვოკატიზმით დაკავებული პირების უმთავრესი მისია, აი ესეთი პირველადი მიზანი ალბათ არის ის, რომ თემი გახდეს ხილვადი. თემი კიდევ უხილველია. ბუნებრივია ყოველთვის არის პრობლემა, რომ როდესაც გამოდიხარ და ადამიანის უფლებას იცავ, მას წარმოადგენთ. რეპრეზენტაცია ჯერ კიდევ სუსტია. ყოველთვის რთულია დაითვალო რამდენი ადამიანი, მათ შორის რამდენი ახალგაზრდა ეწირება ჩაგვრას და დისკრიმინაციას. რაოდენობრივად მათი დათვლა და აღრიცხვა არის ძალიან რთული. და ბუნებრივია საქართველოში კიდევ უფრო პრობლემურია ეს, იმიტომ რომ რეალურად ყავს მსხვერპლი, რომელიც არ ჩანს და რომლის შესახებაც არავინ არ იცის და რომლის წარმოჩენა ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს არაერთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ახალგაზრდა coming-out-ის შემდეგ, როდესაც განაცხადებს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას, შეიძლება მას აგდებდნენ ოჯახიდან, შეიძლება არანაირი დაცვის მექანიზმი არ ქონდეს და იჩაგრებოდეს, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით. ამიტომ პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი, ეს არის კვლევა, რომ სიტუაცია შეფასდეს და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე ძალიან დაბეჭდებით ითქვას, რა არის გასაკეთებელი. ორგანიზაციულად უნდა ჩამოყალიბდეს თემის ყველაზე აქტიური ნაწილი და უნდა დაალაგოს პრიორიტეტები. პირველი ეს არის და მეორე, რომელზეც ყველაფერი არის დამოკიდებული, ეს არის საერთო ინტერესების გაცნობიერება და სოლიდარობა. სოლიდარობა არა მხოლოდ თემს შიგნით, არამედ სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან ასევე, იმიტომ რომ LGBT მოძრაობის წარმატება ძალიან სათულოა, თუ ის ასევე არ არის სოლიდარული სხვა ჩაგრული ჯგუფებისადმი. პირველ რიგში გასაცნობიერებელი აქვს ქართველ გეის, ლესბოსელს, ტრანსგენდერს, ინტერსექსუალს და ასე შემდეგ, რომ პირველ რიგში მისი უფლებები ილახება, ის აღჭურვილია უფლებებით, მას იცავს როგორც წესი კანონი და პრინციპში ეს უფლებები ესე ლანგრით არ მოდის, ის მაინც მოსაპოვებელია, იმიტომ რომ რეალურ სამკალკულო ცხოვრებაში ყოველთვის ასე ხდება. სახელმწიფო სასურველია, რომ იყოს უფრო პროაქტიული, ანუ კანონები იყოს ანტიდისკრიმინაციული და არა ასე ვთქვათ პასიური. ერთ-ერთი კარგი მიღწევა, რაც გვაქვს, ეს არის შრომის კოდექსი, სადაც აკრძალულია სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაცია დასაქმების სფეროში, მაგრამ სახელმწიფოსგან ნაკლებად მოსალოდნელია მთავრობებისგან ინიციატივა, თუ მან არ იგრძნო დაკვეთა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან, საზოგადოების ერთი სეგმენტისგან. ინტერესთა ჯგუფი უნდა გამოიკვეთოს და უნდა გამოჩინოს ამის მოთხოვნა. ამას ბუნებრივად სჭირდება ხილვადობა.